პარცხალაძის წინააღმდეგ ივანიშვილმა საქმე კანონიერი ქურდების დავალებით აღძრა, ამის შესახებ ხატია დეკანოიძე წერს. მან საქართველოში კანონიერი ქურდების ფართო მასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა, აცხადებს დეკანოიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პარცხალაძე ჯანგოლაძის მკვლელობას ხელმძღვანელობდა, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. დენზე ტარიფის ზრდა სემეკმა 3 თვით გადაავადა. ელექტროენერგიის საფასური დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გაზრდილიყო, თუმცა ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომისიას პროცესის 3 თვით გადავადების თხოვნით წერილობით მიმართეს. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კონსულტაცია კობახიძესთან. თოვლის გამო დასავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე საცობია უამინდობა, დასავლეთ საქართველოში ხვალამდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვა, ზღვაზე კი 4-დან 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარიზში გააგრძელებენ. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ მსურველთა კოალიციის ქვეყნებს, რათა დავასრულოთ შეთანხმება თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილზე, დაწერა მაკრონმა. იანვარში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით შეხვედრა ვაშინგტონშიც იგეგმება.